ბევრი ადამიანისთვის მწერები ასოცირდება არა მკურნალობის მეთოდთან, არამედ დაავადების გადატანის საშუალებასთან. ცნობილი ფაქტია, რომ ბუზები მრავალი სახის ინფექციას ავრცელებენ. სახლში შემოჭრილი ტარაკნები და ჭიანჭველები თავიდან უნდა მოიშოროთ, ხოლო მალარიის გადამტანი კოღოების გამო ყოველ წელს 3 მილიონი ადამიანი იღუპება. მიუხედავად ამისა, არსებობს რეცეპტები, რომლებიც საშუალებას იძლევა ბევრისთვის საშინელი მწერები გამოყენებული იქნას ექიმის როლში. თუმცა ცხადია, ასეთი მეთოდებით მკურნალობა ყველას არ სიამოვნებს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ელჩენელია. დღეს მოგიყვებით მწერებზე, რომლებიც ადამიანებს კურნავენ სხვადასხვა დაავადებისგან. ნომერი 5. ფუტკარი. ფუტკრის შხამით მკურნალობის მეთოდი დიდი ხანია ცნობილია და მრავალი ადამიანი იყენებს მას. ფუტკრის შხამი მრავალ სამკურნალო ნივთიერებას შეიცავს. ის წარმატებულად გამოიყენება რევმატული ართრიტისა და სკლეროზის სხვადასხვა ფორმის დროს. მაგრამ ამ წამალმა ისევე როგორც სხვა სინთეტიკურმა მოქმედმა წამლებმა ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაში შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქციები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი ორგანიზმის სიკვდილამდეც მიიყვანოს. ამიტომაც ფუტკრის შხამის მოხმარებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ნომერი 4. ჭიანჭველა. ჭიანჭველა შხამი ასევე დიდი ხანია, რაც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. მაგალითად, მას წარმატებულად იყენებდნენ დაზიანებული და დაავადებული სახსრების განკურნებისთვის. ჭიანჭველას შხამი მრავალი წამლის შემადგენლობაში შედის. ბევრ ერსა და ეთნიკურ ჯგუფში არსებობს ტრადიციული წამლის რეცეპტები, რომლებიც ჭიანჭველებს ეხება. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენები თავის ტკივილის ასარიდებელი წამლის დასამზადებლად მწვანე ჭიანჭველებს მდუღარი წყალში ხარშავენ. ამბობენ, რომ ასეთი ჭიანჭველას ჩაი არა მარტო თავის ტკივილს ხსნის, არამედ რეგენერაციის უნარს აძლიერებს. ეს უჩვეულო სასმელი გემოთი ჩვეულებრივ მწვანე ჩაის მოგვაგონებს. ნომერი 3. ტარაკანი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ტარაკნებისგან დამზადებული ანტიბიოტიკებიც არსებობს. ტარაკნის თავის განგლიონი ნერვული კვანძი, რომელიც ორგანიზმში თავის ტვინის ფუნქციას ასრულებს, შეიცავს ნივთიერებას, რომელიც საკმაოდ ძლიერ მოქმედი ანტიბიოტიკია. ტარაკნის ტვინისგან მიღებული ანტიბიოტიკები იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია გაანადგუროს ყველაზე საშიში ოქროსფერი სტაფილოკოკიც კი, რომლისგან გამოწვეული ინფექციაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მწვავედ ითვლება. ნომერი 2. კოღო. გასაკვირია, მაგრამ ანოფელისის კოღო სამედიცინო დანიშნულებითაც შეიძლება გამოვიყენოთ. მალარია ძალიან მძიმე და საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლის გამოც ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს არ ამბობენ მალარიის მიღებაზე იმის გამო, რომ სანაცვლოდ სხვა დაავადებები აიცილონ თავიდან. ამ დაავადებათა რიცხვში შედის სიფილისიც. დადასტურებულია, რომ მალარიის პარაზიტები აქტიურად ხოცავენ სიფილისის ბაქტერიებს. შედეგად მიიღება ასეთი სქემა: მალარია კურნავს ადამიანს სიფილისისგან, ექიმი კი მალარიისგან. ნომერი 1. კოშენილი. კოშენილისგან კარგი წამლის მიღებაა შესაძლებელი. ამ არც ისე სასიამოვნო გარეგნობის მქონე მწერზე დიდი ხანია ნადირობენ, რადგან მათი დაჭყლეტვით მიიღება ღია წითელი ფერის საღებავი. ასევე ამბობენ, რომ მათ სპირტიან ნაყენს აქვს ყივანახველისგან, ასთმისა და ფილტვების სხვა დაავადებებისგან განკურნების უნარი. მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.